ტრადიციულად გაიმართა მარში საზოგადოებრივი მაუწყებლიდანაც დღეს დამოუკიდებლობის დღეს უწყვეტი სახალხო პროტესტის 180 დღეა. პირველი არხიდან მსვლელობის მონაწილეები ტრადიციულად მოითხოვენ ეთერის დათმობას ხალხისთვის პროტესტის უცვლელ მოთხოვნებთან ერთად, რაც არის რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები დაიძრდნენ პირველი არხის შენობიდან და შეუერთდნენ თანამოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე, სადაც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. ლიზი ვეკუა გაჰყვა მარშ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ლიზი, როგორ ჩაიარა ამ მსვლელობა? ახსოფო, რამდენიმე წუთის წინ მოვიდა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მარში რუსთაველის გამზირზე და სანამ მარშზე მოგვიყვებით, მანამდე კადრში დაგანახებთ რუსთაველის გამზირზე მსგავსი ტიპის ბევრი რამ შეგვხვდებათ ამ კონკრეტულ პერფორმანსს. ქვია გაყალბებული არჩევნების ლაბირინთი, სადაც ხედავთ ქართული ოცნების წარმომადგენლების ფოტოსურათებს და რეალურად არის ლაბირინთი, საიდანაც აიხსნება თუ როგორ გაყალბდა არჩევნები. აქ რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს ამასთან დაკავშირებით დისკუსია დამკვირვებლების მხრიდან. რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილი როგორც მოქალაქეები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და რეალურად ის ადამიანები, რომლებიც უკვე 180 დღეა პროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მე გავესაუბრები აქ შეკრებილ მოქალაქეებს, მოგასმენებთ რამდენიმე მათგანის პოზიციას. თედო ზოიძეს პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური მოძრაობის ახალგაზრდული ძალის თავმჯდომარის გავესაუბრები. თედო დღევანდელი დღეს მნიშვნელობაზე და სიმბოლიზმზე 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ჩვენ ამჯერადაც როგორც თქვენ ამბობთ, უმეტესად გიწევთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და რა გაქვთ სათქმელი? დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია დღეს ჩვენი ისტორიისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ბევრი ბრძოლის შედეგად სისხლის ფასად მოგვიტანეს, ჩვენი დასაცავია, იმიტომ რომ არავინ არ დაიცავს ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს გარდა და არავინ არ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვიყოთ აქ ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდება. ასევე აქციები არის რეგიონებში და ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებშიც ისმოდეს მოქალაქეების ხმა, იმ მოქალაქეების, რომელიც დღეს აქ ჩვენთან ერთად ვერ ახერხებენ ყოფნას. ამიტომ მნიშვნელოვანია დღეს ყველამ ერთად კიდევ ერთხელ შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ ისევ აქ ვართ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, მანამ სანამ არ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები თავისუფალი და ის ერთადერთი პოლიტიკური პატიმარი მზია ამაღლობელი თავისუფალი და მანამ სანამ არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები, სანამ არ დასრულდება ქართული ოცნების რეჟიმი ამ ქვეყანაში, ის დიქტატურა, რომელსაც ამდენი ხანია ამ ქვეყანაში ამყარებს ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება. ამიტომ ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვიყოთ აქ ძალიან ბევრი. ამიტომ მოუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ შემოგვიერთდნენ. ძალიან დიდი მადლობა. თედო ზოიძეს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში, ასევე აქეთ გადავინაცვლებ, სადაც არის თავისუფლების მოედნის სტენდი, როგორც უკვე გითხარით, რუსთაველის გამზირი არის სავსე ამ მსგავსი სტენდებით. აქ მაგალითად რიგდება ბუკლეტები, საინფორმაციო ბუკლეტები და ასევე აგროვებენ მოქალაქეები ხელმოწერებსაც, როგორც უკვე გითხარით, ეს არის თავისუფლების მოედნის სტენდი. ასეთი სიტუაცია არის რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები იკრიბებიან, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გამოვყევით საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშს და შეგიძლიათ ახლა იმ ადამიანების კომენტარები მოისმინოთ, რომლებიც ამ მარშს მოუყვებოდნენ და მოისმინოთ მათი გზავნილებიც. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ქვეყნის თავისუფლებას საფრთხე შეექმნა ამ ეგრეთ წოდებული თავრობის ხელში, რომელმაც კურსი შეცვალა და რუსეთისკენ მიიტყვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის პროტესტი გამოსვლა, რომ გაიგონ სოფლიო, რომ ჩვენ ისევ გვინდა
თავისუფლება, დამოუკიდებლობა და არ გავჩერდებით აუცილებლად და ჩვენ მივახცევთ ჩვენს თავისუფლებას ისევ დავიბრუნებთ. პოლიტპატიმრებს მიულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ მალე გამარჯვებას მაგ ბიჭებს და ასევე თქვენ ჟურნალისტებს და დანარჩენ იმ საქართველოს, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. დღეს განსხვავებული მიდგომით ქართველი ერი იბრძვის დამოუკიდებლობის შენარჩუნების და სხვადასხვა ფორმატით გამოხატავენ არის განსხვავებული იქიდან გამომდინარე რომ 21 საუკუნეა და ჰუმანურად უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ვიმყოფებით რუსთაველის გამზირზე, სადაც მთელი საღამოს განმავლობაში დაგეგმილი არის სხვადასხვა ვორქშოპები, სტენდები, ასევე გამოფენები, რეალურად 1918 წლის 26 მაისთან დაკავშირებით და ასევე დღევანდელობასთან დაკავშირებითაც სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დაახლოებით 7 საათისთვის კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში დაიწყებენ გამოფენებისა და ვორქშოპების შექმნას და ისინი ელოდებიან ყველას, ვისაც ყველაფრის მოსმენა სურს, ასევე ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეკრებილ ადამიანებს 9 საათზე მიმართავს.